ჯვარედინი დაბინძურება ეს არის ერთი ზონიდან მეორე ზონაზე, ან ერთი ინვენტარიდან მეორე ინვენტარზე გარკვეული ბაქტერიების და მიკროორგანიზმების გადატანა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ საკვებს, აუცილებლად ყველა საწარმოო ზონა ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული, ასევე აუცილებელია ზონების შეფასება, სადაც გვექნება გამიჯნული მაღალი რისკის ზონა, საშუალო რისკის ზონა და დაბალი რისკის ზონა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაღალი რისკის ზონის დაცვა ნებისმიერი სხვა ზონიდან ჯვარედინი დაბინძურების წყაროები. ეს შეიძლება იყოს წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადამოწმდეს მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებზე, რომ არ მოხდეს ჩვენი პროდუქტების და ზედაპირების დაბინძურება წყლის მეშვეობით. ეს არის პერსონალის ხელები. ხელები ყოველთვის უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, პროცესიდან პროცესზე გადასვლის დროს უნდა ხდებოდეს ხელების დაბანა და არსებობს კიდევ რიგი მოთხოვნები ხელების დაბანის მიმართ. ჩვენთან უნდა იყოს გამიჯნული ნედლი პროდუქციის წარმოება და მზა პროდუქციის წარმოება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოს, თქვენს თანამშრომლებს და მაქსიმალურად მოიძიეთ ყველანაირი ინფორმაცია და გააუმჯობესეთ თქვენი სამუშაო პროცესები.